საქართველოს ბუნებრივი საგანძური, სრული მიმოხილვა. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ერთგულო მაყურებლებო და გამომწერებო. დღეს მინდა გესაუბროთ თემაზე, რომელიც თითოეულ ქართველში განსაკუთრებულ ემოციას იწვევს, ეს არის საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეები. ოდესმე დაფიქრებულ ხართ, რამდენად მდიდარ მიწაზე ვდგავართ. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ მისი ბუნება და წიაღი იმდენად მრავალფეროვანია, რომ ხშირად ამას ბოლომდე ვერც კი ვაცნობიერებთ. ჩვენი ქვეყანა არის ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდება ზღვა, მთები, ტყეები, მდინარეები და მიწის ქვეშ დამალული უზარმაზარი რესურსები. ამ ვიდეოში ერთად გავარკვევთ. რა სიმდიდრეს ფლობს საქართველო? რატომ არის ის უნიკალური? და როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ქვეყნის მომავალზე აისახოს? ენერგეტიკული რესურსები. დავიწყოთ იმით, რაც თანამედროვე სამყაროს საფუძველია, ენერგიით. საქართველოში მოიპოვება ნავთობი და ბუნებრივი აირი. ეს რესურსები ძირითადად გვხვდება კახეთის რეგიონში და კოლხეთის დაბლობზე. მართალია, ამ რესურსების მასშტაბი ისეთი დიდი არ არის, როგორც ზოგ სხვა ქვეყანაში, მაგრამ მათი მნიშვნელობა მაინც დიდია. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია ამ რესურსების უფრო ეფექტურად ათვისება. საინტერესოა ისიც, რომ საქართველოში ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყო, რაც გვიჩვენებს, რომ ენერგეტიკული პოტენციალი ახალი აღმოჩენა არ არის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ქვანახშირი, რომელიც მოიპოვება ტყიბულსა და ტყვარჩელში. ეს რესურსი წლების განმავლობაში ქვეყნის ენერგეტიკის ერთ-ერთი საყრდენი იყო და დღესაც გარკვეულ როლს ასრულებს. ლითონური წიაღისეული. ახლა გადავიდეთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე, ლითონებზე. საქართველო განსაკუთრებით ცნობილია მანგანუმით. ჭიათურის საბადოები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საბადოებად ითვლება. ერთ დროს საქართველო მანგანუმის წარმოებით მსოფლიო ლიდერთა შორის იყო და დღემდე ეს რესურსი ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. საქართველოში მოიპოვება ოქრო, ვერცხლი და სპილენძი, ძირითადად ბოლნისის რეგიონში. ეს ფაქტი განსაკუთრებით საინტერესოა, თუ გავიხსენებთ ისტორიას. ძველ კოლხეთში ოქროს მოიპოვებდნენ და სწორედ ამასთან არის დაკავშირებული ცნობილი ლეგენდა ოქროს საწმისზე. ეს გვიჩვენებს, რომ საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეები ათასწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა. გარდა ამისა, ჩვენს მიწაში გვხვდება რკინა, ტყვია და თუთია, რაც მრეწველობისთვის აუცილებელი რესურსებია. არალითონური რესურსები. ხშირად ყურადღება მხოლოდ ლითონებზე გადადის, მაგრამ არალითონური რესურსები არანაკლებ მნიშვნელოვანია. საქართველო მდიდარია ისეთი მასალებით, როგორიცაა თიხა, ბენტონიტი, კირქვა, მარმარილო, გრანიტი და ბაზალტი. ეს რესურსები აქტიურად გამოიყენება მშენებლობაში, ინფრასტრუქტურის განვითარებაში და წარმოებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბენტონიტური თიხა, რომელიც საკმაოდ იშვიათი და მოთხოვნადი რესურსია. ის გამოიყენება როგორც ინდუსტრიაში, ისე მედიცინასა და კოსმეტიკაში. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს შეუძლია არა მხოლოდ საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილება, არამედ ამ რესურსების ექსპორტიც. წყლის რესურსები. ახლა კი გადავიდეთ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სიმდიდრეზე, წყლებზე. საქართველოში 2000-ზე მეტი მინერალური წყაროა. ალბათ ყველასთვის ცნობილია ისეთი წყლები, როგორიცაა ბორჯომი, ნაბეღლავი და საირმე. ეს წყლები პოპულარულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. მათი სამკურნალო თვისებები საუკუნეების განმავლობაშია ცნობილი. გარდა ამისა, საქართველოში 26,000-ზე მეტი მდინარეა, რაც უზარმაზარ ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალს ქმნის. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას შეუძლია ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წარმოება და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერება. ბუნებრივი გარემო და ტყეები. საქართველო მდიდარია ტყეებითაც. ტყეები არ არის მხოლოდ ხე-ტყის რესურსი. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებაში. ტყეები უზრუნველყოფენ სუფთა ჰაერს, კლიმატის რეგულაციას და უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას. საქართველოში გვხვდება ისეთი მცენარეები და ცხოველები, რომლებიც სხვა ქვეყნებში იშვიათია ან საერთოდ არ არსებობს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხელს იმას, რომ ჩვენი ბუნება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ გლობალური მნიშვნელობისაა. დასკვნა. როგორც ხედავთ, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს თითქმის ყველაფერი. ენერგორესურსები, ლითონები, სამშენებლო მასალები, წყლის უზარმაზარი მარაგი და უნიკალური ბუნება. ეს ყველაფერი ქმნის საფუძველს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ რესურსებს. სწორი მართვისა და გონივრული პოლიტიკის შემთხვევაში საქართველოს შეუძლია გახდეს ძლიერი და განვითარებული ქვეყანა. დიდი მადლობა, რომ მომისმინეთ. თუ ვიდეო მოგეწონათ, მოიწონეთ, გამოიწერეთ არხი და გაუზიარეთ მეგობრებს. მომავალ ვიდეოებამდე.